მშვიდობის ძვირფასო ტელემაყურებლებო 2025 წელია გილოცავთ ახალ წელს ამ წელიწადში პირველი გადაცემაა ჩემი და მინდა რომ ძალიან ლამაზი გადაცემა გამოვიდეს ჩავლილია ქრისტეშობა გილოცავთ ქრისტეშობას სრულიად საქართველოს მინდა რომ ყველა ოჯახი ბედნიერი იყოს ყველა ოჯახი ხვავით და ბარაქით დატვირთული ჯანმრთელი იყოს და რა ვიცი, ყველაფერი საუკეთესო გქონდეს თითოეულ ოჯახს. წინ გველოდება ძველით ახალი წელი. აი ამ საახალწლო ეიფორიაშია ქვეყანა, სრულიად საქართველო და მე მინდა რა თქმა უნდა ჩემი საავტორო გადაცემით, სათნოების საათით ისევ საახალწლო განწყობის გადაცემა შემოგთავაზოთ და მე ვესტუმრე პირდაპირ რესტორან ეთნოგრაფში ჩვენს უსაყვარლეს არაჩვეულებრივ გოგონას მომღერალს ნათია ქოროღლიშვილს. მოგესალმები ნათია, ძალიან მიხარია რომ აი ასეთ ლამაზ სიტუაციაში ხვდებით და ვილოცავთ სრულიად საქართველოს ძველით ახალ წელს. მიულოცოთ ქართული ტელევიზიის მაყურებელს და ზოგადად საქართველოს მიულოცოთ ახალი წელი. მოგესალმებით, ძალიან მიხარია რომ დღეს ერთად ვართ. დიდი ხანი არ მინახიხართ მე თქვენ და გილოცავთ ახალ წელს, რა ვიცი ჯანმრთელობის პირველ რიგში მშვიდობის და ბედნიერების წელი ყოფილიყოს. მიულოცავ რა თქმა უნდა ჩვენს მთლიან საქართველოს და ჩვენს მოსახლეობას, ყველას ჩვენს მაყურებელს. უღრმესი მადლობა ნათიას, რომ აი ასეთ არაჩვეულებრივ გარემოში მიგვიღოს სტუმრად და თვითონ რესტორან ეთნოგრაფს არაჩვეულებრივი ულამაზესი გარემოსთვის, რომელშიც გვიწევს აი ამ საახალწლო გადაცემის ჩაწერა. ნათია ჩაიარა 2024 წელმა. ჩვენ ყველამ ჩავაბარეთ ანგარიში, ასე ვთქვათ, განვლილ წელს. როგორი წელი იყო თქვენთვის 2024 წელი? ნორმალური, რა ვიცი, მე ვფიქრობ, რომ ცუდი წელი ნამდვილად არ იყო. რაც მთავარია, ჯანმრთელად ვართ. მეც, ჩემი ოჯახიც და ჩემი გარემოცვაც, რა ვიცი, ჩემი საახლობლო ახლობლები და შემოქმედებიდანაც, რა ვიცი, მე ვფიქრობ, რომ ნელა-ნელა, მაგრამ წინ-წინ მიდის ჩემი შემოქმედებითი ცხოვრებაც. ვცდილობ, რომ ახალი გავაკეთო, ახალი სიმღერები გავაკეთო, რომ ჩემი მსმენელი გავახარო. ასე რომ ცუდი წელი მე მგონი არ იყო. მადლობა 2024 წელს. მადლობა 2024 წელს, რომ არ იყო ცუდი წელი. მოდით ახლა ჩვენს მაყურებელს, ქართული ტელევიზიის მაყურებელს მოვასმენინოთ არაჩვეულებრივი, ერთ-ერთი არაჩვეულებრივი სიმღერა ნათია ქოროღლიშვილის შემოქმედებიდან.
დიდი მადლობა ამ არაჩვეულებრივი სიმღერისთვის. გაგვიმარჯოს, გაუმარჯოს სრულიად საქართველოს. მოდის 2025 წელი ძველით ახალი წელი და ჩვენ ქართველებს რა თქმა უნდა გვაქვს აი ეს ორი ახალი წლის ტრადიცია, ორივეჯერ გვაქვს ძალიან სერიოზული სამზადისი და საზეიმო განწყობილება და ვუსურვოთ ჩვენს ქვეყანას სიხარული, სიყვარული, ბედნიერება, მშვიდობა, ჯანმრთელობა, ერთობა, რაც თავარია. ამინ, ამინ. გაუმარჯოს ჩვენს ქვეყანას, გაუმარჯოს ახალ წელს. ზოგადად ქართველებს გვიყვარს 2-2 და 3-3 და იგივე დღესასწაულების აღნიშვნა და იმიტომ რომ ღიარული ადამიანები ვართ და ზოგადად ტრადიციების მოყვარული ადამიანები ვართ და გაგვიმარჯოს ჩვენ სამშობლოს, ჩვენ გაგვიმარჯოს, ჩვენს მაყურებელს გაუმარჯოს რა თქმა უნდა და ქართულ ტელევიზიას გაუმარჯოს, რომელიც გახლავთ ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ეროვნული ტელევიზია თავისი გადაცემებით და თავისი წამყვანებით, რომლებიც არიან ნამდვილად ღირსეული ქართველები და ღირსეული ადამიანები. გაგვიმარჯოს. მოვისმინოთ კიდევ ახლა ახალი სიმღერა, ერთ-ერთი სიმღერა ნათია ქოროკლიშვილის რეპერტუარიდან. Казахузе, я вам письмо слова.
დიდი მადლობა ნათია ამ არაჩვეულებრივი სიმღერისთვის. რა მინდა კითხო? აი საიდან დაიწყო შენი სასიმღერო, აი ასე ვთქვათ, კარიერა? ალბათ ყველა მიცის, მაგრამ მაინც გავიმეორებ, რადგანაც მკითხებ თავისთავად ბავშვობიდან. მამამ მასწავლა გენეტიკურადაც მამისგან მოდის ჩემი ნიჭი. მამისგან. რასაც ამოვნოა, როდესაც ქალიშვილები, ზოგადად ქალიშვილები უყვართ მამებს ძალიან, განსაკუთრებულად შვილებში, როცა არიან ბიჭებიც და გოგონებიც, ეს უკვე ცნობილი ფაქტია, რომ მამები ქალიშვილებზე აფანატებენ ზოგადად და მეც ასე ვიყავი, მე მამა გარდაცვლილი მყავს ახალი 3 წლის, მაგრამ მართლაც არ ვიცი, უხილავი ძაფებით ვიყავით და ვართ მე და ჩემი მამა გადაგულები ერთმანეთზე. ასია ყოველთვის ასე ხდება, კავშირი არასოდეს არ წყდება მშობელსა და შვილს შორის. სიმღერები, რომელზეც მამა ზრუნავდა, რომ გესწავლა, აი რომელი თუ გახსოვს აი რეპერტუარიდან რაიმე? ყველაფერი მახსოვს, ბავშვობაში რაც ვისწავლე, მახსოვს ყველაფერი უკლებ. და ასრულებ თუ არა? ასრულებ ნამდვილად. მე კახეთში გავიზარდე, როგორც გურჯაანის რაიონში და მაშინ იქ ცეკვავდი, მღეროდი, რა თქმა უნდა, ჩემი ბავშვობა ძალიან ლამაზი იყო და სულ ისე ტკბილად მახსენდება. ყველას ბავშვობა არის ლამაზი, მაგრამ აი ჩემი მგონია რომ მაინც გამორჩეული იყო, იმიტომ რომ ცეკვაში და სიმღერაში გავატარე მთელი ბავშვობა. და მე მქონდა რეპერტუარში მამას ნასწავლი სიმღერები, მათ შორის ლალე, ხალხური სიმღერების მამა ლოდლარი იყო, ბავშვების და უფროსების გუნდები ყავდა და უფრო ხალხურ შემოქმედებას მისდევდა მღეროდა საესტრადო სიმღერებსაც, მაგრამ და ასწავლიდა, მღეროდა და ასწავლიდა და მათ შორის მეც სწავლობდი, რა თქმა უნდა, მეც მასწავლიდა და ბავშვები რომ მოსდიოდა ხოლმე მოსწავლეები, მეც მღეროდი მათ სიმღერებს და ესეთი რეპერტუარში ნამდვილად მაქვს ისეთი სიმღერები, რომელიც მამამ მასწავლა. ძალიან სასიამოვნოა და ახლა კიდევ ერთი სიმღერა ნათია ქოროღლიშვილის სასიმღერო რეპერტუარიდან. Verdad
ნათია, ახსენეთ რომ თქვენ გურჯაანის რაიონის ერთ-ერთი რომელი სოფლიდან კერძოდ რაიონში ვცხოვრობთ ჩვენ. თვითონ გურჯაანი. მაშინ მოვიკითხოთ ახედან გურჯაანელები ძალიან დიდი სიყვარულით, დიდი პატივისცემით და ვუსურვოთ მათაც აი ამ ბარაქიან კახეთს, აი ამ არაჩვეულებრივ ადგილს კახეთისას გურჯაანს, მშრომელ ადამიანებს, საყვარელ ადამიანებს, გულთბილ ადამიანებს, ძალიან კეთილებს და უშუალო ხალხს მოვიკითხავთ და მივულოცავთ ქართული ტევეს სახელით ახალ წელს, შობას, დამდეგ ძველით ახალ წელს, მოკლედ აი ამ დასწავლებს ვულოცავთ. ნათია, ძალიან დიდი მნიშვნელობა ითამაშა შენი აი ამ სასიმღერო კარიერის ჩამოყალიბებაში ერთ-ერთმა სიმღერამ, მე არ შემძლია არ აღნიშნო აი ამ შენი რეპერტუარიდან, ერთ-ერთი სიმღერა იყო ქალბატონი მანანა იმედაძის მიერ შექმნილ მუსიკაზე შეასრულეს სიმღერა, ტექსტი იყო თუ არ ვცდები და ნამდვილად ქალბატონი ნანა სინცაძის არაჩვეულებრივი პოეტი ქალბატონის ლექსზე და ქვია ტანგო, რომელიც თავიდანვე შეიყვარა მაყურებელმა, მსმენელმა და საზოგადოებამ, მუსიკალურმა საზოგადოებამ. აი, რამდენად ითამაშა, ვიცი რომ რაღაცა გარკვეულწილად მნიშვნელოვანი რაღაც ნაბიჯი იყო ეს შენთვის აი ამ შენ მუსიკალურ პროფესიაში და რამდენად ითამაშა როლი აი ამ სიმღერამ შენს პოპულარობაში, ასე ვთქვათ. კი, ითამაშა, იმიტომ რომ ხალხმა შეიყვარა. დიახ. ნამდვილად ჩემი რეპერტუარიდან ერთ-ერთი გამორჩეული სიმღერა არის და ხშირად მეუბნებიან რომ ვიმღერო ეს სიმღერა და აქედან გამომდინარე შეიძლება ჩაითვალოს რომ ნამდვილად ითამაშა ამ კარგი დადებითი როლი ამ სიმღერამ ჩემს კარიერაში. ძალიან კარგი გზაზე ასე. ძალიან კარგი მოვიკითხავ აქედან ორივე არაჩვეულებრივ ქალბატონს მანანა იმედაძეს, ჩვენი ქართული ტელევიზიის დირექტორს და სიყვარულით ისე მიყვარს მანანა ძალიან არაჩვეულებრივი ადამიანია და მოვიკითხავ მეც დიდი სიყვარული. ქალბატონ ნანა ცინცაძეს, ჩვენს არაჩვეულებრივ პოეტესას, კი რა თქმა უნდა. და კიდევ ერთი სიმღერა ნათია ქოროღლიშვილის სასიმღერო რეპერტუარიდან. იმედი გვაქვს რომ იმედი გვაქვს კი არა და მე მჯერა რომ აი ამ არაჩვეულებრივი გოგონას ნამღერი ნამდვილად გაალამაზებს ჩვენი ტელეეთერის სივრცეს. Echidadki
კიდევ ერთი არაჩვეულებრივი სიმღერით გავალამაზეთ თქვენი განწყობა, თქვენი საახალწლო განწყობა და ზოგადად ჩემი გადაცემა სათნოების საათი ზრუნავს იმაზე, რომ ადამიანებს ჰქონდეთ განწყობა, ამაღლებული, ლამაზი, სასიამოვნო, თვითონ სახელიც ხომ, ჩემი საავტორო გადაცემის სახელიც ხომ ამას ემსახურება სათნოების საათი. ვიყოთ სათნოები, ყველანი აბსოლუტურად თითოეული ადამიანი ვეცადოთ ვიყოთ სათნოები. და მე მინდა დაუბრუნდე ჩემი გადაცემის არაჩვეულებრივ სათნო სტუმარს, ამ არაჩვეულებრივ მომღერალს, არაჩვეულებრივ დედას, არაჩვეულებრივ ქართველ ქალს, ნათია ქოროღლიშვილს. ნათია, ძვირფასო, ძალიან მაინტერესებს როგორ რას უსურვებ ქვეყნის ახალგაზრდობას და რა აზრი გაქვს საქართველოს მომავალზე, ახალგაზრდებზე საქართველოს მომავალზე. რა თქმა უნდა, უსურვებ გაწყინებულ, ბედნიერ და შვიდ გარემოში ცხოვრებას. ჩვენი სამშობლო ამას იმსახურებს ნამდვილად და ჩვენი ახალგაზრდები იმსახურებენ, რომ ლამაზ ქვეყანაში, ისედაც ლამაზია ჩვენი ქვეყანა, მაგრამ ჩვენი განათლებით, ჩვენი რა ვიცი, მონდომებით, ჩვენი ახალგაზრდები ქართველობით, რა თქმა უნდა, გაალამაზებენ ჩვენს სამშობლოს და ასეთ სამშობლოში ცხოვრებას უსურვებ. რა თქმა უნდა, ნათია, ჩვენ დედები ვართ და ისე რამდენი წლისები გყავს შენ შვილები? მე მყავს 23-ის და 20-ის. აი შეხედეთ ახლა 20 წლის გოგოს თვითონ გავს და 23 წლის და 20 წლის შვილები გყავს, არაჩვეულებრივი გოგონა ხარ ნათია მართლაც და ჩვენ დედები ვართ და პირველ რიგში დედებს გვინდა რომ მომავალი თაობა ჩვენი შვილები ცხოვრობდნენ ძალიან დაალაგებულ, დამშვიდებულ, დაწყნარებულ ქვეყანაში, ძლიერ და ერთიან საქართველოში. ნათია, ეხლა ჩვენ ერთი სიმღერა გვინდა კიდე შენი შესრულებით და მაყურებელს ვეთყვი, რომ კიდევ ერთხელ დიდი სიამოვნება გელოდებათ. სიამოვნებით გიმბარებთ. შემეცლავს თბილისის ლამაზ, შემოგხვევდი სახეზე ჩათვლი, რომ სიცოცხლე შენებაში ჩემს მეც არავის არ დაენახა, რომ არა ვეღარდეს შენში მოცილე და მეკიცქერდე თვალებში მარტო, რომ შენი სევდის მთელი სინაზე ჩემს სიმღერაში გადამოვიხადო, რომ არა ვეღარდეს შენში მოცილე და მეკიცქერდე თვალებში მარტო, რომ შენი სევდის მთელი სინაზე ჩემს სიმღერაში გადამოვიხადო. შენს ძებნაში დავდივარ ასე, ჩემი მიწყალო ბედის ნაშოვნე, თბილისის ღამეს დავმოდიხარ, ჩემთან სულ ახლოს ყოფილ ქართულმე, რომ არა ვეღარდეს შენში მოცილე და მეკიცქერდე თვალებში რომ შენი სევდის მთელი სინაზე ჩემს სიმღერაში გადამოვიხადო, რომ არა ვეღარდეს შენში მოცილე და მეკიცქერდე თვალებში მარტო, რომ შენი სევდის მთელი სინაზე ჩემს სიმღერაში გადამოვიხადო.
მეკიცქედი თვალებში მარტო რომ შემისევდის მთელი სინანზე ჩემ სიმღერაში გადამოვიხადო ჩემ სიმღერაში გადმოვიხადო ძალიან მნიშვნელოვანია პროფესია, ადამიანის პროფესია, რომელიც ზრუნავს ჩემი არ იყოს ადამიანების განწყობაზე. აი მომღერლის პროფესია, ჩემი აზრით არის ძალიან სათნო პროფესია, იმიტომ რომ შენ ნებისმიერ ადამიანს კარგ ხასიათზე მყოფს, ცუდ ხასიათზე მყოფს, დანაღლიანებულს, დასევდიანებულს, ნებისმიერ ხასიათზე მყოფ ადამიანს შენი სიმღერა, მომღერლის, ნებისმიერი მომღერლის სიმღერას მოყავს ხასიათზე, ხო, რაღაცა იმედებს ჩაუსახავს, რაღაცა ხვალინდელი დღის მიმართ იმედს გაუჩენს უფრო უკეთესობისკენ და სიმღერა და ზოგადად მომღერალი არის ძალიან ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი პროფესია, ხო? აი როგორ გრძნობ თავს შენ, აი როგორ წარმოგიდგენია შენი თავი, რომ არ ყოფილიყავი მომღერალი? ისე დილების რა პროფესიის იქნებოდი და ასეთი დილების წინაშე ვიდექი მე გზაგასაყარზე ცეკვის და სიმღერის არჩევანი როცა მქონდა, იმიტომ რომ მე ვცეკვავდი სახელმწიფო ანსამბლში დიდი ხანი და იქ კახეთში ვცეკვავდი და მე ვფიქრობ, რომ რა ერქვა იმ ანსამბლს? ანსამბლი გურჯაანი, სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი და სხვათა შორის მაშინ იმდენად მიყვარდა ცეკვა, რომ არ ვიცოდი სიმღერას გავყოლავდი თუ ცეკვას და სხვა პროფესიაზე არ ვიცი, არ მიფიქრი არასდროს იმდენად ჩართული ვიყავი ამ შემოქმედებაში და ხელოვნებაში მთელი ბავშვობა, რომ არასდროს არ მიფიქრე სხვა პროფესიაზე. ისე მინდა გითხრათ, რომ დედა მყავს მედიცინის მუშაკი, ექთანი არის დედა ჩემი და ძალიან კარგად გამომდის ეს საექთნო ნემსის გაკეთება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასე რომ მე ვფიქრობ, რომ კარგი მედიცინის მუშაკიც ვიქნებოდი ჩემი აზრით, მაგრამ ნუ ხელოვნება ისეთი რამეა, რომ ადამიანებს ანიჭებ ბედნიერებას, ამხიარულებ თქვენ აღნიშნეს და მე რომ ამას არ გრძნობდე მთელი ცხოვრება, ნამდვილად აქამდე არ მოვიდოდი და დავანებებდი თავს, რომ უკუ რეაქციას რომ არ გრძნობდე და ამ დადებით ემოციას არ ვიღებდე, თუნდაც ყოველ დღე. ხო, დავანებებდი აქამდე თავს სიმღერას და არ ვიქნებოდი მომღერალი. რა თქმა უნდა, იმის გარდა რომ კარგ ხასიათზე დგება ადამიანი, ბუნება განწყობილება გამოუკეთდება ყველანაირი ხასიათის ადამიანს, ხასიათზე მდგომ ადამიანს, რა თქმა უნდა, მუსიკა, სიმღერა ითვლება სულის ერთ-ერთ საკვებად, როგორც ყველა დანარჩენი ხელოვნების დარგები, მუსიკაც რა თქმა უნდა. და ეს მას საზრდოობს მე. კი ბატონო, არის უდიდესი საზრდო სულიერების, ადამიანის სულიერების. ნათია, ჩვენ გადაცემაში, აი ახლა საახალწლო ეს გადაცემა, შობა ჩავლილია, წინ გველოდება ძველთა ხალი წელი, ადამიანები არიან აი ამ საახალწლო ტალღაზე, მაინც ძველთა ჩავლილია ახლით ახალი წელი და ველოდებით ძველით ახალ წელს, ხო? აი შენ როგორ ემზადები ხოლმე საახალწლოდ? ტრადიციული ოჯახი გაქვს, ტრადიციულად ხვდები ქართულად ახალ წელს თუ რაღაცა ევროპული ელემენტებით სახლის გარეთ? მე ყველა ახალი წელი მიწევს სახლის გარეთ ვიყო. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არ ვიცი, იმიტომ რომ მე ბრუნდები, ცოტა მოგვიანებით ახალ წელს ვერ ხვდები სახლში, სულ კონცერტი მაქვს გასვლა მაქვს და
ბრუნდების სახში და ტრადიციულ ახალწელს მე ვაგრძელებ, იმიტომ რომ თავისი სუფრით, თავისი მილოცვებით, ოჯახის წევრების შეკრებით და ასე შემდეგ. ძალიან სასიამოვნოა ნათია ეს შენი ნამღერი, აბსოლუტურად ყველა სიმღერა მომწონს და ხმა გაქვს განსაკუთრებულია ესეთი ლაღი, წკრიალა, ტოროლასავით ნამდვილად. რომელ სიმღერებს უფრო ანიჭებ შენ უპირატესობას, ქალაქურ სიმღერებს თუ ქართულ ხალხურ სიმღერებს? იცით რა ჩვენი ღირსება და რითიც ვამაყობთ, ეს არის და ჩვენ წარმოგვაჩენს საზღვრებს გარეთ, ეს არის ჩვენი ფოლკლორი. რა თქმა უნდა. ჩემი აზრი ასეთია და მე ვამაყობ, რომ ამის შესრულება შემიძლია და დანარჩენი ყველაფერს ვასრულებ, საესტრადო სიმღერებს, ქალაქურ სიმღერებს და ასე შემდეგ. ძალიან კარგი. სასიამოვნოა. აი ჩვენი გადაცემა თანდათან მიდის და ბოლოსკენ დასასრულისკენ. მე კიდევ ერთხელ მინდა მადლობა მოვახსენო აი ამ არაჩვეულებრივი გარემოს ხელმძღვანელებს, რომ მოგცეს ჩვენ საშუალება აი ასეთ სილამაზეში ჩაგვეწერა შენი არაჩვეულებრივი სიმღერები და ჩვენი მაყურებლისთვის მიგვერთმია ეს არაჩვეულებრივი გადაცემა. ვულოცავ კიდევ ერთხელ დამდეგ ძველით ახალ წელს 2025 წელს სრულიად საქართველოს ყველა ქართველს არ აქვს მნიშვნელობა რომელი სად არის ეს ქართველი საქართველოსია თუ საქართველოს საზღვრებს გარეთ მოვიკითხავ დიდი სიყვარულით ემიგრანტებს და მივულოცავ ძალიან დიდი სიყვარულით აი ამ 2025 წელს და ვუსურვებ რომ ყველა დაბრუნებულიყოს თავის ოჯახებში ეს წელი ყოფილიყოს ისეთი წელი რომ დაბრუნებულიყვნენ თავიანთ ოჯახებში ძალიან რთულია ნათია ემიგრანტის ბედი და ეს ქალბატონები წლობით წასულები ოჯახებიდან ის ქალბატონები არიან რომლების გარეშეც დაიზარდნენ სახლებში დატოვილი შვილები უდედო დაზდილი შვილებია ეს თაობა ემიგრანტების შვილები და რა თქმა უნდა მარტო მე კი არა და ეს ძალიან ბევრის ნატრა და თვითონ ემიგრანტებსაც უნდა დაბრუნება და იმედია რომ ყველანი დაბრუნდებიან ერთ მშვენიერ დღესაც უკლებლივ და აი მიულოცოთ ემიგრანტებს ულოცავ ყველას თელს ჩვენს სამშობლოს ემიგრანტებს გასაკვირველია გვიყვარხართ ძალიან და თუ რამეს ვაკეთებ ჩემი ცხოვრების მანძილზე თქვენთვის ვაკეთებ თქვენთვის მღერი და ბედნიერი ვარ და ვიქნები თუ ეს თქვენ გაბედნიერებთ და მართლაც ჯანმრთელები გახარებულები და განთლიანებულები ვიყოთ მთელი ცხოვრება ამას ვისურვებ გილოცავთ სრულიად საქართველოს მიყვარხართ მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით კარგად გრძანდებოდეთ ჩემი სტუმარი გახდათ უпроსტად მე ვიყავი სტუმრად ნათია ქოროღლიშვილთან აი ამ არაჩვეულებრივ მომღერალთან და მე მინდა რომ აი ამ გოგონასავით აი ესეთი სუფთა კრიალა და საყვარელი ამბები დაგებედოთ საახალწლოდ, ძველით საახალწლოდ. კარგად გრძანდებოდეთ. მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის. Თქვენ ხარ ქუჩის განაპირას